ლურჯიძე 16 წლის და გავხდი ევროპის ჩემპიონი IMAF-ის ორგანიზაციაში 2026 წელს. სპორტში გამარჯვება ხშირად მხოლოდ რამდენიმე წუთს გრძელდება, მაგრამ ამ წუთების უკან წლებია ვარჯიშის, დისციპლინისა და შრომის. ეს ისტორია ახალგაზრდა ქართველ მებრძოლზეა, რომელმაც უკვე შეძლო და თავისი სახელი ევროპის ჩემპიონატის პოდიუმზე აიყვანა. მე ვიყავი 2 წლის განმავლობაში მეკლდეური და უკვე 2023 წლის შუიდან დავინახე, რომ ჩემს მას ჰქონა კრივის ხელთათმანები, რომელთაც ვარჯიშობდა სპორტ დარბაზში და რატომღაც გამოჩნდა ინტერესი, რომ მესწავლა, მენახა რა იყო, როგორი შეგრძნება იყო. 2024 წლის დასაწყისში მივედი პირველად და არ მქონა არანაირი ინტერესი, რომ მესწავლა MMA, მქონა ინტერესი კრივის და მაინტერესებდა როგორი შეგრძნება იყო, მაგრამ პირველივე დღეს რომ მივედი მომწია ჭიდაობის ილეთების დამუშავება და თანდათან უფრო მომეწონა, მაგრამ მაინც პრიორიტეტი უფრო მეკლდეურობა იყო და არ ვფიქრობდი, რომ პროფესიონალურად შეიძლებოდა მიმდგარიყავი ამ სპორტზე და როცა უკვე დრო გადიოდა და პარალელურ რეჟიმში დავდიოდი ცოცხლაზეც და MMA-ზეც და არც ერთ სპორტში არ ვაკეთებდი ჩემს მაქსიმუმს, მივხვდი, რომ რაღაც უნდა შეცვლილიყო და მივხვდი, რომ ის ძალიან მომეწონა MMA, მივხვდი, რომ რაღაც შემიძლია რომ გავაკეთო, რაღაც შეუცვალო და გადმოვედი MMA-ზე და უკვე 2 წელია ამ სპორტში ვარ და ვსწავლობ შერეულ საბრძოლო ხელოვნებას. მისთვის სპორტი უბრალოდ ჰობი არ არის. ეს ყოველდღიური ცხოვრება, გზა, რომელსაც პატარა ასაკიდან მიჰყვება. ბრძოლა, ემოციები და გამარჯვება, ყველაფერი ერთ არენაზე ხდება. სწორედ იქ, სადაც თითოეული წამი და თითოეული გადაწყვეტილება საბოლოო შედეგს წყვეტს. მისი ყოველდღიურობა სპორტული არენით არ შემოიფარგლება. ის ჯერ კიდევ მოსწავლეა და სკოლაში სწავლობს. გაკვეთილები, დავალებები და გამოცდები, ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა, რომელსაც ვარჯიშთან ერთად უთავსებს. დილით ვიღუზებ 9 საათზე სადღაც და მიწევს მეცადინეობა, ხან მაქვს კერძო გაკვეთილებიც, ქართული, ინგლისური. შემდეგ მე ვარ მეორე ცვლა და მეწყება სწავლა 2 საათზე. დამიწყობს ხელს სკოლა იმ მხრივ, რომ მაქვს იმის უფლება, რომ თუ ვარჯიშის გამო მიწევს სკოლის გაცდენა, საპატიოდ მეცვლებარები, ასევე ის, რომ ადრე მიშვებენ, იმიტომ რომ საგაკვეთილო პროცესი მთავრდება 8-7 საათზე დაახლოებით და მე მიწევს დარბაზში რომ ვიყო 6 საათზე, იმიტომ რომ ვარჯიში მაქვს და ამიტომ 2 გაკვეთილით ადრე მიშვებენ, რომ მოვასწრო ყველაფერი, იციან ჩემი მიზნები და ხელს მიწყობენ ყველანაირად. ახალგაზრდა სპორტსმენმა წარმატებას ევროპის ჩემპიონატზე მიაღწია, რომელიც IMMAF-ის ეგიდით გაიმართა. კონკურენცია ძლიერი იყო, ბრძოლები დაძაბული, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება ქართველ სპორტსმენს დარჩა. ჩემი პირველი ბრძოლა, რაც ჩავატარე, იყო 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე ირლანდიელ მოწინააღმდეგესთან და ეს იყო ჩემი 1 წლის ნაშრომი გავიტანე იქ, მაგრამ სამწუხაროდ იმდენად გამოუცდელი ვიყავი, არ მქონა გამოცდილება და არ მყავდა ჩემი მწვრთნელი შემგვერდით და ვიყავით ნაკრები წასული. სამწუხაროდ დამარცხებით დავამთავრე, მაგრამ მეორე ჩხუბი მოვიგე და მესამე ადგილი ავიღე და აქ მივხვდი, რომ არ არის არაფერი საშიში, პირიქით რასაც შრომობ და რას რესურსსაც დებ, სწორედ იმას იღებ იმ კონკრეტულ ბოლო ნაბიჯზე და მაგიტომ ცოტა შეშინებული ვიყავი, იმიტომ რომ საერთოდ გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ მაგის მერე ძალიან გავიზარდე და მივხვდი, რომ საშიში არაფერი არის. სპორტში წარმატება მხოლოდ ძალაზე არ არის დამოკიდებული. ის მოითხოვს მოთმინებას, შრომასა და რწმენას. სწორედ ამ გზას მიჰყვება ახალგაზრდა ქართველი ჩემპიონიც. მისი ისტორია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ დიდი გამარჯვებები ხშირად პატარა ნაბიჯებით იწყება. დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებული ვიქნები და შევძლებ იმას, რაც ჯერჯერობით არ გაკეთებულა საქართველოს ისტორიაში და ვასახელებ ჩემ ქვეყანას ისე, რომ არავის არ უსახელებია ჯერ.